გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. მოგესალმებით. დახედით. მაინც მოდი არ დავარღვევ ტრადიციას, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს. პროექტის ფარგლებში წარმოვადგენ კომპანია Elite Foods, რომელიც გვთავაზობს ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით. ის არ გახლავთ გენმოდიფიცირებული, არ შეიცავს ასევე საკვებ დანამატებს და არის გემო, რაც მთავარია, რომელსაც უნდა ენდოთ და რომელსაც ენდობით თქვენ და მთელი სეზონის განმავლობაში სწორედ Elite Food-ის რუნავს თქვენს გემრიელ კვებაზე. დღესაც, რა თქმა უნდა, კულინარიული ჩელენჯი უნდა შემოგთავაზოთ. დღეს Elite Food-ის ჩელენჯის ფარგლებში მოგიწევთ მოამზადოთ ხორცის კატლეტი ელიტარული. დანარჩენი მრავალფეროვნება გემოების უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რა ვერსიებს შემოგთავაზებთ მე და ვაშას. სად ვართ? 3, 2, 1 და დრო ჩაირთო. მეგობრებო, 20 წუთი გაქვთ. უკვე დროა რომ კატლეტიც გამოიღოთ, რას ფიქრო ანასტასია? იდეა გვაქვს ძალიან კარგი და ვნახოთ როგორი გამოვა. ახალაც გაგვისინჯავს და ახლა პროფესიონალურ დონეზე უნდა მოვამზადოთ ჩვენი კატლეტი. კატლეტი ნახებში. ახლა მივიდივარ რისკზე. შეიძლება соуსისი არ მოუხდეს ერთმანეთს როგორც კატლეტი და პიურე. მოდით, მაო, ეს ჩემი კონკურენტი შევეხა და მაჩავებ გამოდი აკე. ნამთავარი არის რომ აი ეს ეხა დავსვათ იმ გემოზე, რომ იყოს მაქსიმალურად შეგრძნებადი. ომინდორზე დევს, ესე იგი ჩვენი კატლეტი. ის ყვავილიანი აქეთ თუ შეიძლება. აი მართლა? ბრავო, აი ძალიან დემრიელია. არ ვიცი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შობა გამაღვენდა. კლასიკა, კარტოფილი, პიურე და соуსი, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს. მონთე გულახდილი და სიმართლეს ველოდებით პირდაპირ. გულახდილი იყავი ხო მითხრა? მაწვე ხარ. უბრალოდ აი ხორცი არის ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე და ძალიან გემრიელია და ამას შეიძლება ითქვას რომ კერძი გადაარჩინა, მაგრამ ხო, ახალი აქ არაფერი არ იყო. გავითვალისწინე. და ვნახოთ ახლა რას იზამენ უკვე დებილუზე. მე კი დღეს ვარ მინი მაუსი. სად არის ჩემი მიკი? მულტფილმებში რო არის ხოლმე 4 სართულიანი ბურგერები, ზუსტად ეგეთი გავაკეთეთ. მალე შემოდგომა მოვალა. წარმოგიდგენთ საფილმო. რა კარგი დასაწყისია. დინისგან. დინის. მოგვიწევს წვალება. ველოდებით თქვენ. ჯერ ეს კაი დასაპრესი ბურგერები. კაი, აბა მე დავიწყებ. რთულია მისჭამა. შაბათ თუ გადარჩები მეც მოყვევი. აბა 3, 2 წავიდა. და წარმოიდგინეთ გასაკვირი რომ დაიშალა რა თქმა უნდა. არ დაგინენეთ არაფერი. კარგი, მეგობრებო, 2 წუთი თქვენი ყურადღება მჭირდება. რაღაცნაირად მე და ლაშამ რომ გადავხედეთ ერთმანეთს, თითქოს ორივე ვიცოდით, ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული, იმიტომ რომ ამ სამივე კერძ შორის ერთი მაინც ჩემი აზრით იყო გამორჩეული, სრულიად განსხვავებული, ძალიან საინტერესო და გემრიელი, რაც მთავარია იყო ჯავახას და ანასტასიას კერძი. ღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჯავახას და ანასტასიას მიულოცოთ დღევანდელი გამარჯვება და მე გტოვებთ დღეს, მაგრამ მალე დავბრუნდები და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი და საინტერესო გემოებს აუცილებლად შემოვთავაზებთ. აბა დროებით. ღრმესი მადლობა.